უბილეთოდ დაჯარიმებულთა ხარჯზე ბიუჯეტი ისევ ივსება. ბოლო 6 თვეში კონტროლიორების მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა 1,5 მილიონს გადააჭარბა. მოქალაქეებს აჯარიმებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ავტობუსში ასვლისთანავე ბილეთს არ აიღებენ. წინ ვინც ამოდის ხმამესმის რომ იღებენ ბილეთს და მეტი ვერ გეტყვი ვერა. უკან მე უფლებაც არ ამაგებ წინ ხომ მოძრაობის დროს დავდივარ. უბილეთოდ ბევრი მგზავრობს, არ მგზავრობს. ჩემთან გზავრობენ, მაგრამ დაჯარიმებით არ ვიცი, არ მგონია ჩემთან არავინ არ დაუჯარიმებიათ. გზას ხო არ ვაკვირდები, აიღებენ თუ არა რა. მაგი კონტროლერების საქმეა რა. უბილეთთან გზავრობს აჯარიმებენ, მეტი არა. თქვენ შემთხვევაში ბევრი ადამიანი დაუჯარიმებიათ? ისაბნო, რაღაც პროცენტი არის, რომელიც არ იხდეს, კიდე თოფიდან კიდე მაინც არ გადაიღება. ერთნაბის იქეთ გადადგა, იქეთ მისდევი, თუ ის დაკავებულია აქეთ. ან გადააცოთ, თუ გინდა გადახდა. ერთი სალაროც რო იყოს გადაიღო. ეგ მიზეზია უბრალოდ. უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია, თუ ერთ თვეში არ გადაიხდით, ის ორმაგდება. მოქალაქეებისთვის ეს 20 ლარიც ბევრია, თუმცა არის ხარვეზები. გადახდის აპარატი თუ არ მუშაობს, თუ ბარათს ვერ წაიკითხავს, შესაძლოა ისევ მგზავრი დაჯარიმდეს. ქონდა ისეთი შემთხვევა, რომ არ მუშაობდა თითქოს აპარატი. მეგონა რომ დავაფიქსირე და იმ წუთას ჩასაფრებულები რო არიან დაგდებენ უკან. ყოველ ნაბიჯში მეუბნეოდი მე გადავიხადე ვნახე ამ წუთას რომ თითქოს დაფიქსირდა, მაგრამ არა. ადამიანურადაც რო სთხოვო რომ ან დამრჩა კარტა სახში, ან რაღაცა, ის რაღაცა, არა, თითქოს სპეციალურად ჩასაფრებულები არიან. Чем пешеძებრა დავუჯარიმები ვარ მოხდა ისე შვილო რომ ჩამოვდიდი უცებ ელემენტარულად მოხდა ესე. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრია. ესეთ გაჭირებული ყოფა გვაქვს და 20 ლარი ნამდვილად მეუღებელია. ვერ დავეთანხმები რომ ეს სისტემური ხასიათი მიეცეს უბილეთოთ მგზავრობას, რა თქმა უნდა, მას კონტროლი ჭირდება. მაგრამ სასურველი იქნებოდა ნამდვილად 20 ლარი ძალიან ისეთი ალბათ 5-დან 10 ლარამდე კიდევ შეიძლებოდა. თუ ჯარება არის, შეგიძლია თუ არ შეგიძლია უნდა გადაიხადო, დაჯარიმდე. ხოლო ერთხელ დავჯარებდი, ისიც არასწორად. ბარათმა არ გაატარა და ჩამოვედი ნახევარგაჩერებაზე რომ. ოპოზიცია ჩავარდნებზე და ხარვეზებზე საუბრობს. პიკის საათებში ბევრი მგზავრია ავტობუსში. ყველა გადასახდელ აპარატთან მისვლას ვერ ახერხებს. აწვდიან ბარათებს და ვერ იგებენ ტარდება თუ არა მგზავრობის გადასახადი. თვლიან რომ ეს ტექნიკური ნაწილი მოსაგვარებელია. რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს უბილეთოთ გადაადგილების წახალისება და ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არის ლოგიკური, მაგრამ როცა ვსაუბრობ პასუხისგებლობაზე, პირველ რიგში დგას პასუხისგებლობა იმ ადამიანების, ვინც 9 წლის განმავლობაში სატრანსპორტო რეფორმა ვერ დაასრულა და მეტიც ჩააგდო და ჩააფლავა სატრანსპორტო რეფორმა და შემდეგ უნდა გადავიდეთ უკვე უბილეთოთ მგზავრობით საკითხზე და უბილეთოთ მგზავრების დაჯარიმებაზე. საბიუჯეტო შემოსავლების მზდა უნდა და ამის დაბეგვრის ბევრნაირი ფორმა არსებობს, მათ შორის ირიბი ფორმები და მათ შორის ჯარიმე. ზოგჯერ ხედავთ ხოლმე რომ ძალიან გააქტიურდებიან და ბევრი ფულის ამოღება მიდის, ზოგჯერ შედარებით წინასარჩევთ, მაგალითად ძალიან პასიურია ხოლმე. თავარი არის შემდეგ ეს საბიუჯეტო სახსრები რაში იხარჯება. თუ ის ტრანსპორტი იმდენად კომფორტული იქნება, იქ ადამიანი ჭყლეტვაში არ იქნება, მაშინ მისი დაჯარიმება იმ ხარისხის მგზავრობაში ფულის გადახდაში ლოგიკური იქნება. ოპოზიცია ითხოვს კანონმდებლობის გადახედვასაც. ახლა მგზავრი ვალდებულია ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს საფასური. რატომ არ აძლევს მერია შესაძლებლობას მოქალაქეს, რომ გადაიხადოს მგზავრობის დასრულებამდე საფასური? მათთვის გაუგებარია. ეს გახლავთ ქართული ოცნების დღევანდელი რეალობა. დაპირებული საპარკინგი ადგილების ნაცვლად გაზრდილი ჯარიმები. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად კონტროლიორების მიერ გამოწერილი მილიონობით ჯარიმა. მოქალაქეს არ აქვს ადეკვატური ალტერნატივა, ხოლო სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი პასუხი: გაზრდილი ჯარიმა. კალაძე ქმნის იმას, რომ თითქოს ამდენი უპასუხისმგებლო ადამიანია ქალაქში, რომელიც არ იხდის გადასახადი მგზავრობის ღირებულებას. ეს არის ტყუილი. ვერ იხდიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ პირველი კანონის ჩანაწერის გამო და მეორე არახელსაყრელი ადგილის გამო, სადაც დამონტაჟებულია გადასახადის აპარატურა. თავად ეს კონტროლიორები არიან ორიენტირებულები იმაზე, რომ ადამიანები დააჯარიმონ და რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შეიტანონ თბილისის ტრანსპორტო კომპანიებში. და ესეც არის პოლიტიკა, რომელიც აქვს
კახაკალაძის და თბილისის მერიას სატრანსპორტო კომპანიაში ძირითადი შემოსავლის წყარო უნდა იყოს ჯარიმები. ისინი არ ზრუნავენ სერვისის განვითარებაზე, პრობლემის მოგვარებაზე. სად მიდის ჯარიმებიდან ამოღებული თანხები? ეს ბიუჯეტი რატომ არ ხმარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას? პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომისკენ მოუწოდებენ, კარგად არ იციან, რა ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობენ მოქალაქეები. კითხვა რა არის, რომ ხალხი ბილეთს რატო ვერ ყიდულობს თუ ტექნიკური პრობლემა არისო. ტექნიკურ პრობლემაზე მე პასუხს ვერ გაცემ, არ ვიცი, მერი არის ადრესატი თუ რამე ტიპის ტექნიკური პრობლემა არის. ძალიან ცუდი არის ზოგადად, როდესაც ადამიანს ფული არ აქვს და კიდე ჯარიმის გადახდა უწევს, ხო მაგაზე ორი აზრი არ არის, თუმცა ნუ ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს, რა თქმა უნდა. ბიუჯეტი იზრდება ხალხის ხარჯზე, არა მხოლოდ უბილეთოდ მგზავრობის გამო დაჯარიმებულების, არამედ არასწორი პარკირებისა და საგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გამოც.